დღის წესრიგში დგება ამოცანა. კულტურული გავხადოთ ქვეყნის ყოველი კუთხის მცხოვრები. ამისათვის აუცილებელია ვიცოდეთ მოსახლეობის ინტერესები, მოთხოვნილებები. მოსახლეობის საკავშირო აღწერა. მისი შედეგები გათვალისწინებული იქნება საქონლის, მატერიალური რესურსების განაწილებისას, ახალი სამრეწველო ობიექტების, სკოლების, გზების, საავადმყოფოების მშენებლობის პერსპექტიული გეგმის შედგენის დროს. ჯერჯერობით კი აღმრიცხველებმა ხევსურეთის ყველაზე შორეულ სოფლებს მიაშურეს. სვანეთის სოფლებში მიიტანეს სააღრიცხვო ფურცლებით დატვირთული საპალნეები. ეს სულ ახალი უჩვეულო საქმეა. ცდილობს რომ ნაბერიანი თანასოფლელებს უხსნის რომ ყველაფერი ეს მშრომელებისათვის კეთდება. საქართველოს საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა 1939 წელს აქ ცხოვრობს 3.540.000 კაცი. მათ შორის 18-დან 59 წლის ასაკამდე 850.400 მამაკაცია. 850.400. ომი რომ დაიწყოს, ამათგან რამდენი აიღებს ხელში იარაღს, რამდენი აღარ დაბრუნდება. მოახლოვდა დიდი მნიშვნელობის პოლიტიკური კამპანია, არჩევნები. 1937 წლის ივლისში გამოქვეყნდა ახალი საარჩევნო კანონი. საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს არჩევნების დებულება. ყველგან, სოფლად თუ ქალაქად, ფართოდ გაიშალა არჩევნებისათვის სამზადისი. იგი ამორჩევლთა უმაგალითო შრომითი და პოლიტიკური აქტივობის ნიშნით მიმდინარეობდა. საქართველოს დაასახელა რჩეულთა შორის რჩეული. საბჭოთა სახელმწიფოს უმაღლესი საბჭოს დეპუტატობის კანდიდატებად გამოყენებული იქნენ კომუნისტები და უპარტიოები, მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის მოწინავენი, მეცნიერებისა და კულტურის თვალსაჩინო მოღვაწენი.